ვისაც არ გჯერათ წინაცხოვრებების და რეინკარნაციების, აი თქვენ უეჭველი უყურეთ ამ გადაცემას. სეანსის დროს ადამიანი მოგზაურობს თავის სულის მეხსიერებაში. 70-იანი წლებია. რა გქვია? კრეტა. საინტერესოა რომ მეც არ მჯერა რეინკარნაციის ბოლომდე. განიცადე რომ მოგკლეს და ის ადამიანი მე ინტერნეტში ვიპოვე. ქვაფენილებია. აჰა. ვაშლებს ყიდიან. ყველა დეტალი ბოლომდე შევიგრძენი ამ პერსონაჟის. ხო პლანეტარის ვაიბი აქვს. რა არის ეს უზენაესი მე ან მაღალი მე ვინ არის? გამიფართოვა რა თითქოს ეს თვალსაწიერი. ისი ამოვნეგრძნობით, როცა არაფერზე ფიქრი არ გჭირდება. გამარჯობა მეგობრებო, ჩვენი მეოთხე ეპიზოდია ეს გადაცემა. აქ შუქი არის ძალიან განათებული და ამიტომ სათვალე მომახსნევინეს რომ ირეკლავს. არ ვიცი რამდენად სწორად ვიყურები კამერაში და იმედია ლაშასაც ესე ლაშ ეს აკითხავ რაღაცებს. ჩვენ გადაცემას ხო ქვია გულის სიღრმეში. მაგრამ დღევანდელ გადაცემაში მეტი ვარაუდით უნდა ვახსენოთ სულის სიღრმე. ხო. იმიტომ რომ ვაპირებთ რომ წავიდეთ რეგრესზე. რეგრესულ თერაპიაზე, სადაც გავივლი ჩვენს წინაცხოვრებებს და რეინკარნაციებს და ვისაც არ გჯერათ, მეც არ მჯეროდა ერთი წლისი. ვისაც არ გჯერათ წინაცხოვრებების და რეინკარნაციების, აი თქვენ უეჭველი უყურეთ ამ გადაცემას. და ვისაც გჯერათ, მაგათმა ისიამოვნეთ უბრალოდ. რეგრესულ თერაპიას არის ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში ჰიპნოზში ვარდები რა. სხვანაირად ქვია კვანტური განკურნების ჰიპნოზური პრაქტიკა. რეგრესოლოგი გაგდებს ჰიპნოზურ მდგომარეობაში. ოღონდ ეს რეგრესოლოგი ჩემი აზრით ძალიან მაგრად უნდა შეარჩიო და მე გამიმართლა. ჰიპნოზურ მდგომარეობაში უკავშირდები შენს უმაღლეს მეს, შენს ზესულს, რომელიც სულ არის და მაგით უქვია სული, სულ რო არის. და ის რაღაც პატარ-პატარა ინფორმაციებს გაწვის, რაც ამ ცხოვრებაში გჭირდება. აი ამ კონკრეტულ მომენტში რა და ნახულობ შენს წინაცხოვრებებს და წინასწარ რამოდენიმე კითხვა გაქვს მომზადებული და ამას გადიხარ. ძალიან საინტერესოა რომ მეც არ მჯერა რეინკარნაციის ბოლომდე, უბრალოდ მაგ აზრს ესე ვერ ვწდები. თუმცა ვუშვებ რომ შესაძლებელია ეგრე იყოს, ანუ ესე არ ვარო ჩაკეტილი ვიყო მაგის მიმართ. მაგრამ ხო რა ესე ჯერჯერობით ვერ ვწდები იმ ცოდნას და გამოცდილებას, რაც შენ გაქვს უკვე და ერთხელ უკვე გავიარე. ერთხელ არა, ორჯერ გავიარე, ანუ ერთხელ პრაქტიკა გავიარე, მაგრამ ამ პრაქტიკაზე რატომაც მივედი, ეგ იყო მისი წინამდებარე რაღაც შემთხვევა რა. როდესაც შემთხვევით დავტოვე სხეული და ვიმოგზაურე ასტრალში, მანდ ვნახე ჩემი წინაცხოვრებები. ანუ ზოგადად გჯეროდა ამ რეინკარნაციას? არა, ამჯეროდა, ან მართლა ჩემი მეგობარი რომ მეუნებოდა, რაღაცა აკდებით უყურებდი ხომ ესე ლაპარაკობს ხო და ამ ძიებაში მივაგენი ძალიან მაგარ რეგრესოლოგს, ანუკი ნაცვლიშვილს, რომელთანაც ჩავეწერე, რაღაც პერიოდის მერე მომიწია მისვლა და გარდა ამ თერაპიისა, ჩემი აზრით უფრო მეტი მოვცა ანუკისთან, აი წინამდებარე საუბარმა. და მე უკვე რეგრესში რაც ვნახე ჩემი წინაცხოვრებები, არა მარტო ადამიანო, ფრინველი ვიყავი თავიდან, ხო, არწევი. მე ვიყავი დათვი, კაი რა, მაგრამ მე ცხოველები გავიარე ერთი სიტყვით და მე გავიარე ორი ადამიანის რეინკარნაცია. ერთი ვიყავი ჩინელი კაცი და სოფლის გამგებელი ვიყავი და ხნის რაღაც ოსტატი და ჩინურ იეროგლიფებს კითხულობდი მართლა და ნახე როგორ მომკლეს და ამ სიკვდილის მერე მომკლეს და გარდავიცვალა. და მე გადიხარ სულის მდგომარეობებს გადიხარ, სანამ კიდევ დაიბადები რა, სულის მდგომარეობები ძალიან საინტერესოა. როგორ ენერგიები როგორ მოძრაობენ და რაღაც ბევრი რაღაცა. საერთოდ ვერ ხვდები ახლა, ანუ ვერ ვედები მაგ შეგრძნებებს როგორი არის, იმიტომ რომ საერთოდ ვერ წარმოვიდგენია, რომ ეგეთი რაღაცა შეიძლება არსებობდეს და ეგ ყველაფერი განიცადო, ანუ რეალურად განიცდი ამ? რეალურად განიცდი, აი როცა იქ ნახო. შეგრძნების დონეზე მიხვდი, რომ მიხვდი კი არა, ანუ განიცადე რომ მოგკლეს? და ეს სიკვდილიც განვიცადე, მაგრამ რაღაცა ის ხვანაირად რა, ის სითბო შემოვიდა თითქოს რომ აი რაღაცა ამაყი დავიღუპეთ. რაღაც ეგეთი იყო და მე სულის მდგომარეობები მე გავიარე. ანუ არსებობს იმის შანსი, რომ ყველაფერი შენი ფანტაზიის ნაყოფია? ხო, და აი ზუსტად მანდ მივდიოდი რა. იქიდან რომ გამოვდიოდი, მე ხა მეორესაც მომკლობ იტალიელი რო ვიყავი, მანდ ნაპოლში ცხოვრობდი რა, დეტალებში ავწერ, აი აქ უნდა ჩავრთო რა. ხმა უნდა ჩავსვა და ის ადამიანი მე ინტერნეტში ვიპოვე მე. წარმოვიდგინე. იქ დედა რო გარდამეცვალა. ისეთი ცხარეც რომ მტიროდი ანუკისთან, რომ ვეხვეწებოდი, რომ მომწმინდა მეთქი ცრემლები უკვე ხელს მიშლიდა რა, ძალიან ბევრი
ცრემლი ჩამომივიდა და რამდენჯერ ეს ქალი მოხსენდებოდა, იმდენჯერ ვტიროდი. მერეც? მე ცხოვრებაში რო გამოვედი, ხო, ანუ იმდენად ძლიერად ჩამჭრა, მე არავისზე ეგრე არ მიტირია რა, შეიძლება არ გარდამცვლია ეგეთი ახლობელი, მაგრამ და მე დაუწყე ამ ადამიანის ძიება. და ზუსტად ორ დღეში ხო მახსოვს რა ერთხელ. როგორ იპოვა? ხო, ანუ აბლოი, ხო, ყვები რა, ხმაში ყველაფერს. სახელიც იცით. სახელიც ვიცი და საცხოვრობდა, ეხლა რომ მიყვანო იმ სახს ეგრევე ამოვიცნო. მართლა? კი. ხო და აი ეგ მაინტერესებს როგორ იპოვე, აი რა და აბლო 1900 რაღაც წლები ვიცოდი როდის მოღვაწეობდა, სად მოღვაწეობდა ჟურნალისტი რო იყო, პუბლიცისტი. ანუ ეგ ყველაფერი იქიდან იცი? რეგრესიდან იცი ეგ? წელიც იცოდი და ყველაფერი, ანუ ეგ ინფორმაცია როგორ მოვიდა, ანუ რა ფორმით მოვიდა ეგ ინფორმაცია, რომ აი ესა და ეს წელია მაგალითად. ანუ კი გაკითხება მაგ ყველაფერს. რომელი წელია და შენ იცი რა, შენი ცხოვრება და იცი, ნებისმიერ ამაზე გაქვს. და გახსოვს მე ეს ყველაფერი. კი, მე ყველაფერი გახსოვს. ანუ მაგდროს კი არ ფიქრობ, ანუ მართლა იცი შენი ცხოვრება. იცი რომ უკან შვილებით განან ან რაღაც ესე რა, ბევრი რამე იცი რა. შეიძლება ვერ ხედავდე, მაგრამ ცოდნა გაქვს იმისა, შე როგორი ცხოვრება გაქვს. კი, ყველაფერი როგორც ეხლა ვიცი ბექგრაუნდი ჩემი, ისე იცი იმ ცხოვრებაშიც. ხო, საიდან ახარ? ნაპოლში ვარ. ნაპოლში. კი. ოკეი. ქვაფენილებია. აჰა. ვაშლებს ყიდიან. ასაკში ხარ? თუ არა? არა. 50 რა. აი, ტიპი დავინახე. სიმპათიური ტიპია ეს, მაგრამ გასაცებია ჩემი ალბათ. შენი სახელი თუ იცი? აჰა. პაბლო. ვინ გახსენდება? იცი ვის, აი, გრეგორი პექსკოვა. გრეგორი პექსკოვა. ეგეც სიმპათიური ვარ რა. და ნახე რა, ყავისფერი ტუფლები მაცვია. ნაცრისფერი შავა კოსტუმი, თეთრი, სარუჩკა. ოკეი. და პროფესია რა გაქვს? რითი ხარ დაკავებული? წერალი ვარ. წერალი ხარ. წერს ეს რაღაცებს. ანუ თუ რეგრესულ თერაპიაზე მიდიხართ, გეგზავნებათ წინასწარეს ინსტრუქციები, როგორ უნდა მოემზადოთ რეგრესული თერაპიისთვის და ასევე ანუ სპეციალურ მომზადებას საჭიროებს, ალბათ ეს საგულისხმოა ვთქვათ. ანუ რაღაც არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია რა. რამდენიმე დღე უნდა მოემზადოთ. რამდენიმე დღე ხო არ რაღაც მარხვაზე ხარ თითქოს, ეგეთი მოსამზადებელი პერიოდი აქვს და ასევე უნდა მოამზადოთ 5 კითხვა, რომელიც გაქვთ საკუთარ თავთან, მოდი ესე ვიტყოდ. ხო, ვისთვის მიდიხარ? ხო, საკუთარ თავთან 5 კითხვა. მე ეს 5 კითხვა მომზადებული მაქვს, ალბათ შენს. შენ არა? მეც მომზადებული მაქვს, კი. თუ იქვე შეიძლება. ექსფრონტად რო ეგ. არა, მეც სადმაკი და ერთი სული მაქვს ანუკისთან მივიდე და პირველი მე ვარ დაგასწარი. ხო, ისედაც. აი, ეგ არის. მოკლედ ნახოთ, რა იქნება. ხო, მე ის ხო არ ვთქვათ. მე უნდა ვთქვა გამოწერაზე რა, წინაზე საერთოდ არ გითხრიან. მე მგონია რომ ბევრი შეიძლება გვიყურებ, ძალიან ბევრიც არა, მაგრამ ვიღაცები გვიყურებენ, მოწონთ ჩვენი გადაცემა და უბრალოდ გამოწერილი ავყავართ რა. მე იმიტომ მე მქონდა პირადად ეგ შემთხვევა, რამოდენიმე თვე ადამიანებს უყურებდი და მე რო დავუკვირდი გამოწერილი ამყავდა და უბრალოდ გთხოვთ რომ გამოგვიწეროთ, ვისაც მოგწონთ ჩვენი ვიდეოები. და შემდეგშიც მე მგონი ბევრი საინტერესო პრაქტიკის გამტესტავები ვიქნებით. წავედით. რეგრესზე. მოვედით რეგრესულ თერაპიაზე ანუკისთან. ეგ რატო გიკეთია გითხარი? ეს არის აუცილებელი რაღაც რა. თვალის რა ქვია ამას, დამაბნელებელი, ოღონდ წევლა არ არის. ეს აუცილებელია და მეორე კაი რჩევა იქნება წყალი არ დალიოთ ბევრი, იმიტომ რომ ხელს შეგიშლით მე ჰიპნოზის დროს. წავედით ახლა ავედით ანუკისთან. თავარი ოპერატორი. ლაშა არის ჩვენი თავარი ოპერატორი. ლამაზესია. ახრიდან უნდა დაიბადო, დღეს ლაშას დაბადების დღეა თან. გამარჯობა. ისი ამოვნე გრძნობით, როცა არაფერზე ფიქრი არ გჭირდება და ისი ამოვნე მოდუნებით, რომელიც სხეულში გეღვრება. კისკისი მესმის. კისკისი. ვისი კისკისი გესმის? ჩემი. შენი კისკისი. ძალიან ლაღი ვარ და ძალიან ბედნიერი.
მშვენიერია. რაღაცას ველოდებიო თითქოს. და ეს მოლოდინის განცდა როგორია შენს? რაღაცა დიცველოდები თითქოს, უეჭველი თეთრი უნდა იყოს თითქოს ეგეთია. რაღაც სინათლე უნდა მოიტანოს. მამაკაცი ხარ თუ ქალი? ქალი. ქალი. როგორ გამოიყურები? მამაზი ვარ. მოცია ჯინსი მოტკეცილი, სულ ბოლომდე მოტკეცილი. რა საქმიანობ? ხერი ჯავს კლუბში. მომღერალი ხარ. სხვენივით სახლი მაქვს. და რა არის მაგ სხვენში? უამრავი მუსიკალური ის მაქვს. ფირფიტა? ფირფიტა და იმაზე უკრავ. 70-იანი წლებია. მეგობრები თუ გავს? კი, ძალიან ბევრი. ცეკვა მიყვარს ძალიან. ცეკვა. თან მაგრად ცეკვა. ცეკვა ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი უჩები მაქვს. თითქოს უფრო გვალისახე ვიდრე. უფრო მოვატი ვარ მგონი. რა გქვია? გრეტა. გრეტა. კარგი გრეტა. ძალიან სასიამოვნო იყო გრეტას გამოცდილება, იმიტომ რომ ის, რასაც გრეტა განიცდიდა ამ ჩემს წარმოსახვაში, იყო ძალიან შთამაგონებელი ჩემთვის. მღეროდა, იყო ჯაზ ვუმენი, ასე ვთქვათ და თან ძალიან უყვარდა ცეკვა, ყავდა უამრავი მეგობარი, ცხოვრობდა სხვენში და ზუსტად მქონდა წარმოდგენილი, როგორ გამოიყურება, რა აცვია, როგორ მოძრაობს, აი ყველა დეტალი ბოლომდე შევიგრძენი ამ პერსონაჟის ხასიათი და ეს ვაიბი, რაც მას ჰქონდა. და ეს ხელები როგორია? ადამიანია? არა, აბა აღწერე როგორი ხელებია. თეთრი მოპლანტო. რამდენი თითი გაქვს? მაგას ვიცოდე ცოტა. ცოტა? 3-4. რაღაც 4 ან 3. ანუ ცნობიერი არსება. კი, ცნობიერი მაგარი. ცოტა ხლიქს უფრო გავს ვიდრე უცხო პლანეტას, მაგრამ უცხო პლანეტის ვაიბი აქვს. ცხელი ტიპია. ცხელი, ანუ მაღალი ტემპერატურა მაღალი გაქვს ტემპერატურა მაქვს სხეულებრივი? სხეულებრივი ძალიან. ენა თუ რამე ბგერებია, როგორი მეტყველება? ბგერებს უშვებ. ბგერებს უშვებ. შეგიძლია გამოუშვა ეს ბგერები? აი რა. ძალიან უცნაური პლანეტა პლანეტაზე არ ვარ. ნაბადად არ ვარ პლანეტაზე. ხომალდივით რაღაც აი და დაქსელია ესე დათიხარ ამ სხვადასხვა ლოგოკინებში რა. ძალიან ლამაზია. თითქოს როგორ რაღაც შეგრძნება მოქცი რომ აი აქ შეუძლია სულიერად იყვნენ და იქ შეუძლია სხეულებრივად იყვნენ და რაღაცა რომ დაჭირდებათ აქედან ცნობილ ველში ერთვებიან, აი გვალია. ძალიან ყველგან შეუძლიათ რომ იყვნენ და მე იმ სხეულს უბრუნდებიან რა. ადამიანებთან არის კავშირში? არა. არა. მაგრამ მაგათ რომ უნდათ ადამიანებს ეგრევე ანუ დაუკავშირდებიან უფრო სხვა გალაქტიკებთან. ანუ როცა გავიარე უცხო პლანეტელის რეინკარნაცია, თავიდან ძალიან უცნაური იყო, იმიტომ რომ იმათი შეგრძნებები, ხო, ადამიანურ შეგრძნებებთან ძალიან განსხვავებულია რა. რაღაც სიყვარული თითქოს არ ქონდათ, უფრო ცნობის მოყარეობა ქონდათ, მხოლოდ გადარჩენის ინსტინქტი, იქ ვახსენებ საერთო ცნობიერ ველს, სადაც ეს არსებები ცნობიერად იკრიბებოდნენ, მოდი ესე ვთქვათ, და ძალიან ძლიერ ველს კრავდნენ, საიდანაც ინფორმაციას ღებულობდნენ მთელი სამყაროს შესახებ. ანუ სახლის განცდა არ ქონდათ რა. პლანეტიდან წამოსულები იყვნენ და სადღაც იყვნენ გამოკიდებული ამ სადგურზე, რომელსაც აღწერ. უცხო პლანეტების გამოცდილება გამიფართოვა რა თითქოს ეს თვალსაწიერი, იმიტომ რომ იმათი თვალიდან სხვანაირად დავინახე ეს გალაქტიკები, საერთოდ ამ გალაქტიკაშიც არ ვიყავი, სხვა გალაქტიკაში მოძრაობდი და ეს ხუთივე გრძნობა თითქოს ერთ გრძნობად ჰქონდათ გაერთიანებული და თითქოს სულ ვიყავი, აი რასაც ამბობენ ხოლმე აქ დაახლა რო ხარ სულ, აი ეგ განცდა მქონდა სულ რა. რაღაც სინანულის გრძნობა არ გაქვს, მომავალში არ იხედები, უბრალოდ ინსტინქტებით მოძრაობდნენ, ინსტინქტებით ფუნქციონირებდნენ.
და ეგ იყო რაღაც უცნაური განცდა, მაგრამ ამავე დროს ძალიან სიმშვიდე იგრძნობოდა რა, ამ სხეულში როცა ვიყავ. რა უნდა გამოიყენო აქედან? ცხოვრებით რა დათქვეს. იცოდეს რა ძლიერია. თავი არ დაკარგოს. ის კუთხელი არის. დარგაბარდეს. სალმე უნდა ისწავლოს, რომ სრუნავენ კაცები. არ მისმენს. არ გისმენთ. და თქვენც ვერ ელაპარაკებით ამიტომ. ელაპარაკები ვერ არის მის. სასწორები გაიმყაროს თავის. და მამის მინას. თქვენ რას ურჩევდით? გააკეთოს ის რაც უყვარს. რაც უყვარს. და რაც სიამოვნებას მიენიჭებს. და რაც ბედნიერს გახდის. და თავისთავად მოვაეკ. რაც შეეხება რჩევებს უზენაესმისგან და იმ მომენტს, როდესაც უზენაესმის ესაუბრები, ანუ აი ამ შენი კითხვების მიხედვით გადიხარ ზესულთან და ანუ კი სვამს ამ კითხვებს, რომელთაც შენი მომზადებული მიდიხარ, ეს მომენტი ძალიან საინტერესო იყო. ყველა კითხვა, რომელზეც პასუხი გავეცი, ვსაუბრობდი მესამე პირში. იმ მომენტში არ ვიყავი, ხიზლად რასაკურველია, ღრმა მედიტაციურ მდგომარეობაში ვიყავი და მე როცა მოусმინე ჩანაწერს, ძალიან მეუცნაურა ეს, რომ მესამე პირში ვლაპარაკობდი და არა ვთქვათ, ჩემ თავზე, იმიტომ რომ იდეაში თითქოს იმ მომენტში განცდა მქონდა, რომ მე ვცემდი ამ პასუხებს, ანუ მე ვიყავი ის, ვინც მე ვლაპარაკებოდა, მაგრამ თურმე მესამე პირში ვსაუბრობდი და ეს რაღაცნაირად ძალიან უცნაური იყო. რაც მითხრა უზენაესმა მე თუ ჩემმა თავმა ძალიან ის ზიღრმიდან, იყო ის, რასაც მართლა ვფიქრობ, თუმცა ამისი განხორციელება ესე ცხოვრებისეულად ხანდახან ძალიან მიჭირს, მაგრამ ის, რაც მირჩია ჩემმა ზესულმა, თუ კი ასეთი მართლა არსებობს, ამ შემთხვევაში ძალიან მისაღები, ასე ვთქვათ, ჩემთვის ძალიან გასაგები პასუხები იყო და აბსოლუტურად ვეთანხმები ყველაფერში. ასაკოებს ვედა. ისე აი ფორმებად მოდის რა. ხო, გამოხატე როგორც მოდის. გააჟღერ. ეს ქსელები დავინახე და ბოლოს სოკო. ხო. და თითქოს ეს უნდა შევისწავლო რა. შეიძლება გამოიყენოს ლაშამ მერე ადამიანების დასახმარებლად. კი, აი ზუსტად ეგრე მომივიდა ინფორმაცია. როგორ უნდა მიხვდეს ლაშამს? არ ვიცი, უნდა ისწავლოს. მაშა რა არის? მაშა? რაღაც მაშა. მაშა? ხო. ეს რა არის სახელია? სახელი. აი რაც არ უნდა მესქნა რა. დააგრო მაინც აფერი დარჩება და. რას ნიშნავს ეს? მარტო მოგონებები რჩება და მაინც და გამოსწილებები. აი ეს არა, ვერ შევჩერებ თავ. რა არის? რა ვიცი. ეს თავს მოგდავინებ. მიყევი. თუ ამის მოთხოვნილება აქვს შენს ხელს. და რისი ნიშანია ეხა ეს რაც? თანხმობის ნიშანი იმენა, აი თავი თვითონ იქნება. კი ბატონო. და რაზე არის ეს თანხმობა? სულთაფურსიდან დაიწყო რაღაცე. უზენაესი მესგან მივიღე რაღაც კარგი მესიჯები. მაგალითად ერთ ადგილას ვახსენებ, რომ სოკოები უნდა შევისწავლო და ამით მე შემიძლია ადამიანებს უმკურნალო. და ცხოვრებაში არ გამიგია მაშა ვინმე ესე ვინც ასწავლის ესეთ რაღაცას და იქ ესე ვახსენებ, რომ აი მაშა, სახელი მაშა, არც ვიცი რა ვინ არის, რა არის, ესეთ სახელს ვახსენებ და რომ გამოვედი რეგრესიდან, მე ანუ კი მინიშნება მოცა, რომ ანუ ეს ბაბამაშა არის თურმე სოკოების კვლევარი, რომელიც იკვლევს ამანიტა სოკოებს, ფსილოციბინს რაც შეიცავს, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და აუცილებლად მაგ მიმართულებით სწავლდა. გავეცნობი ბაბამაშას ისტორიას, სულ მინიმუმ.
შენ წევხარ აქ დივანზე. დღეს 20 ივნისია 2025 წლის და შენ გქონდა ძალიან საინტერესო გამოცდილება. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთვის დრო გამოყავით და დაგვითმეთ, მიგვიღეთ. და მოდით დავიწყოთ თავიდან ყველაფერი და ჩემთვის ყველაზე საინტერესო კითხვა რაც არის, რა არის რეგრესული თერაპია, ფსიქოთერაპიის მიმართულება ერთ-ერთი თუ ეს საერთოდ სხვა რამ არის? მადლობა რომ თქვენ მეწვიეთ და მოხვედით ჩემთან. ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იქნება თქვენთან საუბარი. დავიწყოთ იმით, რომ ხო, თერაპიაც არის, რა თქმა უნდა, რეგრესული ჰიპნოზი, უბრალოდ ეს უფრო სიღრმისეული და უფრო სწრაფი პროცესია, როგორც თერაპია. და ძალიან სიღრმისეული, როგორც საკუთარი თავის შესაცნობად და არა მარტო სამყაროს შესაცნობად, სიღრმეებში დასასვლელად. და სირთულეებზე სამუშაოდაც, რადგან თერაპია ახსენეთ, აი ამას გულისხმობ, თერაპიულია ძალიან, ასევე კვლევითი. ანუ ჩვეულებრივად შეიძლება რომ ეს როგორც მაგალითად ფსიქოლოგიაზე სწავლობენ ადამიანები, ისე შეისწავლონ ჰიპნოზის ტექნიკა, თუ ამას რაღაც განსაკუთრებული უნარები სჭირდება, რომ ადამიანმა ისწავლოს. განსაკუთრებული ან ცხოვრების წესი მაგალითად, რაც თვითონ უნდა გაიაროს, რომ მე შეძლოს სხვებს დაეხმაროს ამ მიმართულებით. მაინც ცოტა უფრო ესეთია მისტიურად ჩანს თითქოს და ამის დაზუსტება. თავისთავად პიროვნებაზეც ბევრია დამოკიდებული, სწავლა ყველას შეუძლია, რა თქმა უნდა. თუმცა შემდეგ პროცესი არის ძალიან ესეთი რთული და ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს თვითონ პრაქტიკოსის. იმიტომ რომ ჩვენ ახლა დღეს უფრო კონკრეტულად QHHT-ზე ვისაუბრებთ, რომელიც არის კვანტური განკურნების ჰიპნოზის ტექნიკა, რომელიც მე იმ დღეს ვიზახდი გუშინ მაგას ლივს თქვი ეგ სიტყვა. რომელიც დოლორეს კენონს ეკუთვნის და დოლორეს კენონი რეგრესული ჰიპნოზის ერთ-ერთი როგორ ვთქვა, პიონერია და ეს კონკრეტული მეთოდი, პრაქტიკა QHHT არის ყველაზე სრული სხვა მეთოდებს შორის და ყველაზე ხანგრძლივი. ანუ აილაშას აქვს გამოცდილება, ხანდახან ხდება ისე, რომ ერთ ადამიანთან პრაქტიკოსი შეიძლება ატარებდეს უწყვეტად პაუზების გარეშე მინიმუმ 6 საათს და შეიძლება 10 საათიც კი იმუშაო ერთ ადამიანთან. ამიტომ იმ კითხვაზე ყველას შეუძლია თუ არა, ალბათ ეს არის პასუხი, რომ თუ ადამიანს თუ მისთვის ღირებულია, ცხოვრებისეული ღირებულებაა, რომ ადამიანებს დაეხმაროს და ამას მიუძღვნას თავი, იმიტომ რომ შენ უცხო ადამიანთან ატარებ შეიძლება 10 საათს და ეს შეიძლება კვირაში რამდენჯერმე ხდებოდეს. თუ ვინმეს აქვს ამისი რესურსი და სურვილი, მაშინ შეუძლია იმუშაოს ამ მე სალომეს ვაცდიჭერ ხა კითხვები აქვს და მე კარგი მიდი რაც მოვისმინეთ თქვენი გვერდიდან ჩანაწერებიც გაქვთ ხოლმე გამოქვეყნებული ადამიანების ლაშას გამოცდილებაც მოვისმინე და თითქოს თან თქვათ რეგრესოლოგი ჯიზე შეიძლება ეს ყველაფერი ნახონ ხო? ინსტაგრამზე არის ეგეთი გვერდი, რეგრესანტების ჩანაწერები, ეს არის პოდკასტები, ამონარიდები სეანსებიდან, ქართველი რეგრესანტების და იქ ძალიან საინტერესო გამოცდილებებია, ასევე რეგრესანტების ჩანაწერებს აქვს სხვა პლატფორმა SoundCloud-ზე, იქ უკვე უფრო დიდი მონაკვეთებია, 10 წუთიანი, 15 წუთიანი, თუ რა გამოცდილებას გადიან ადამიანები რეგრესული ჰიპნოზის დროს. და რეგრესული ჰიპნოზის დროს მოდი ჯერ არ გვიხსენებია რა, ვთქვათ რომ რეინკარნაციებს გადის ხალხი თავის წინაცხოვრებებს და არა მარტო. თავის ზესულთან აქვს რაღაც ისეთი ძლიერი კავშირი, რომ ინფორმაციას აწვის, რაც კონკრეტულად ამ მომენტში შენ გჭირდება, ხო და რაღაცაზე კითხვები. კი ბატონო, თვითონ რეგრესი გულისხმობს იმას, რომ სეანსის დროს ადამიანი მოგზაურობს თავის სულის მეხსიერებაში. აი სად წავა და სად იმოგზაურობს, ეს წინასწარ არასდროს არავინ არ იცის, ეს იცის ამ ადამიანის რეგრესანტის, რომელიც მოსულია სეანსზე, უზენაესმა მემ, რა მოუმზადა და სად ამოგზაურებს. ეს შეიძლება იყოს წინა ცხოვრებები, შეიძლება იყოს ამ ცხოვრების, მიმდინარე ცხოვრების რაღაცა მომენტები წარსულიდან, თუ იქ არის პასუხები კითხვებზე.
შეიძლება იყოს სხვა განზომილებები, შეიძლება იყოს სულის სახში გადასვლა, შეიძლება იყოს ალეგორიული სიუჟეტი, როგორც სიზმარს ხედავთ, სიმბოლოებით გაჯერებული. მაგრამ თავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი არის ინფორმაცია და პასუხები იმ კითხვებზე და მდგომარეობაზე, რომლითაც იმ მომენტში ეს ადამიანი მოვიდა რეგრესული ჰიპნოზის სეანსში. აი ხა მე მაქვს ესეთი კითხვა. იცი რა მაინტერესებს, გარდა ჩემი ფაქტისა. შენ პირადად თუ ქონიათ წინა ცხოვრებები გინახავს, ან ვინმეს თუ უნახავს და იმ ადამიანისთვის მიუგნია. ეგეთი შემთხვევები თუ ქონია. ესეთი შემთხვევები ჩვენ პრაქტიკაშიც არის ქართველი რეგრესოლოგების, ასევე სასწავლო кейსებში ძალიან ბევრია, წიგნებშიც ძალიან ბევრი წიგნებია რეგრესულ ჰიპნოზზე, სხვადასხვა ავტორების და კი კვლევებიც კი არის, რომლებშიც ბავშვებს იკვლევდნენ, ათასობით ბავშვს იკვლევდნენ და ამითი მტკიცებულებაც არის, რომ რეინკარნაცია ნამდვილად არსებობს და ეს იყო ძალიან სერიოზული კვლევა და მერე იკვლევდნენ როგორ. ანუ ბავშვი რომელიც ყვებოდა 2-დან 7 წლამდე ასაკის, რომ მე სადღაც აი აქ ვიყავი პილოტი და აი ესეთი რაღაცა უცნაური მოდელის თვითმფრინავით ჩამოვარდი და აქ ჩამოვარდი და ამტრევს ამ თვითმფრინავებს და ასე შემდეგ და მე ისტორიაში ეძებენ, არქივებში ეძებენ და ნამდვილად პოულობენ ესეთ ადამიანებს სახელებით, გვარებით და შენც გაქვს შენი გამოცდილება და სხვა რეგრესანტებსაც აქვთ, რომლებიც მერე პოულობენ თავის თავს. თუ დეტალური იყო მოგონებები და ჩვენ რეგრესოლოგები ვცდილობთ ხოლმე რომ დეტალურად გაიხსენონ, თქვა შეიძლება სახელიც გაიხსენონ, ან ქალაქი, ან რაღაცა ესეთი მახასიათებლები, გვარი, გერბი, თუ ეს ძველი დროა, რომ მერე შეეძლოს ადამიანს მოძებნოს თავისი თავი. თვითონ პროცესი, რასაც ვისმენდი, თითქოს გავს მედიტაციურ მდგომარეობაში ყოფნას და მერე გადადიხარ ჰიპნოტურ მდგომარეობაში, ხო? აი რითი განსხვავდება ღრმა მედიტაციური მდგომარეობა ჰიპნოზისგან, თუ შეიძლება ასე ვიკითხოთ? თითქმის არაფრით არ განსხვავდება და სწორია, QHHT არის ღრმა მედიტატიური პრაქტიკა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ გადავდივართ ცნობიერების შესულ მდგომარეობაში, რომელიც ასევე ძალიან ორგანულია ჩვენთვის და ჩვენ ყოველ დღე ადამიანებს რომლებიც ვიძინებთ და ვიღვიძებთ ამ ფაზებს ჩვენით გავდივართ, ხო? ბეტა, ალფა, თეტა, დელტა, მე რა უკან ბრუნდებით. ამიტომ სეანსის დროსაც ძილს გულისხმობთ, ხო? ხო, ძილს გულისხმობთ. ანუ სეანსის დროსაც რეგრესოლოგი გიდი ეხმარება ადამიანს, რომ შევიდეს ალფა ან თეტა დიაპაზონში და იქ უკვე მას შეუძლია წვდომა კონდეს იმ ინფორმაციაზე, რომელიც ისედაც არსებობს. უბრალოდ ჩვენ ბეტა სიფხიზლის მდგომარეობაში არ შეგვიძლია იმდენი ეგო იმდენად ძლიერია, ლოგიკა იმდენად ძლიერია, იმდენი ბლოკები გვაქვს ადამიანებს, ხო, ბავშვობიდან მოყოლებული. ხო, რაც ჩვენ ხელს გვიშლის, რომ მივიღოთ, წავიკითხოთ ის ინფორმაცია, რომელიც ისედაც ველში არსებობს. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ რეგრესულ თერაპიაზე შენ ნამდვილ ხვდები, რომელიც ჭეშმარიტად შენ ხარ, თუ აი რა კითხვაზე შეიძლება გაქცეს რეგრესულმა თერაპიამ პასუხი. სეანსის დროს რეგრესანტს აქვს საშუალება მიიღოს პასუხები ყველა კითხვაზე, რაც კი მის გონებაში გაჩნდება. არ აქვს მნიშვნელობა თემას, რას უკავშირდება. შეიძლება ეს იყოს პირადი კითხვები, შეიძლება ეს იყოს კითხვები სამყაროს შესახებ, როგორ არის მოწყობილი სამყარო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. და ამ კითხვებს ადამიანი იღებს მისი უზენაესი მეს მეშვეობით. მის უზენაესი მესგან. უზენაესი მე, მაღალი მე, დიდი მე, მუდმივი მე, ზესული. ზე ცნობიერება, ზესული, ეს ყველაფერი ერთია. უბრალოდ ჩვენ სხვადასხვა სახელებით მოვიხსენიებთ. და სინამდვილეში რა არის ეს, ხო? იმიტომ რომ აქაც ცოტა იბნევიან ხოლმე ადამიანები, რომ რა არის ეს უზენაესი მე, ან მაღალი მე, ვინ არის? მაღალი მე, უზენაესი მე ხართ თქვენ, ანუ ეს არის თქვენი სულის დიდი ნაწილი, რომელიც მუდმივად არის სულის მხარეს და ჩვენ აქ ვართ აი ამ დიდი ნაწილის, სრული ნაწილის, ასე ვთქვათ, მუდმივი მეს. პატარა მცირე ნაწილი, რომელიც გამოეყო
კონკრეტული ინკარნაციისთვის, რომ ისწავლოს და გაიაროს, მიიღოს გამოცდილება, რომელიც ჯერ არ მიუღია და დაბრუნდეს, მერე შეუერთდეს ისევ იმ თავის დიდ ნაწილს. და საერთო ცნობიერში მიიტანოს თავის ინფორმაცია რა, თავის იუნგი ამას კოლექტიურ არაცნობიერს უწოდებდა და ასე შემდეგ. სხვადასხვანაირად უბრალოდ მოვიხსენიებთ ჩვენ ადამიანები. აი ეს არის უზენაესი მე, რომელსაც სულ აქვს ინფორმაცია შენს წინა ინკარნაციებზე, ეხლა რას გადიხარ, ისთვის მოხვედი, რა გელოდება. ჩვენ არ გვახსოვს, მაგრამ მას ახსოვს მუდმივად და ის სეანსის დროს ზუსტად ეგ ხდება, რომ ჩვენ ამ მდგომარეობაში, ტრანსულ მდგომარეობაში, ცნობიერების შესულ მდგომარეობაში გვაქვს საშუალება დავუკავშირდეთ და ჩვენივე პირით ხდება პასუხების მიღება. ჩვენ ისედაც გვაქვს ეს კავშირი. უბრალოდ ისევ და ისევ ხიზელ მდგომარეობაში ჩვენ ეს გვიჭირს. ეხლა ესეთი კითხვა გამიჩნდა, აი მაგალითად, როდესაც გვაქვს საქმე ისეთ ადამიანთან, რომელმაც გამოიარა საკმაოდ ტრამული ბავშვობა პირობითად და აქვს ბევრი ბლოკები, ისეთი ბლოკები, რომელსაც შეიძლება ვერც ეცნობიერებდეს, ხო, ამ მატერიალურ სამყაროში, ასე ვთქვათ. ისედაც დიდი სწავლება და გზა არის საჭირო იმისთვის, რომ საკუთარ თავს დაუკავშირდე და რაღაცებს სახელები დაარქვა, რომ შეიძლება რომ რაღაცა შიში გამომდინარეობდეს შენი მატრამვირებელი მოვლენიდან, რომელიც ბავშვობაში ქონდა. შეიძლება ვთქვათ, რომ აი ამ რეგრესულ თერაპიაზე ისეთი ადამიანები უნდა მოვიდნენ, მხოლოდ ვისაც უკვე ამ ტიპის გამოცდილებები აქვს გავლილი, ანუ რაღაცა საკუთარი თავის თვითშემეცნებაზე ნამუშევარი ადამიანები არიან, თუ აი ესე შეიძლება რომ ვიღაცას უბრალოდ დაინტერესდეს და ყველანაირი ასე ვთქვათ თვითმუშაობა რო არ ქონია გამოცდილებაში, ეგეთმა ადამიანმაც გაიაროს ეს თერაპია. გადასარევი კითხვა, ხშირად ისმის ხოლმე ეს კითხვა. ამ სეანსზე შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მოსვლა, ვისაც აქვს სურვილი უფრო ღრმად ჩაიხედოს თავის თავში და რაღაცა სირთულეები გადავახოს. ერთადერთი ვისთვისაც ეს არ არის რეკომენდირებული და საერთოდაც ჩვენ არ მუშაობთ, ეს არის შიზოფრენია. ეს არის მრავლობითი პიროვნული აშლილობა და არ გამოსდით ძალიან უჭირთ მათ, ვისაც აქვთ დიაგნოსტირებული ADHD. კონცენტრაციის სირთულის გამო. სირთულეები, რადგან ისინი ვერ მიყვებიან ხმას, ვერ კონცენტრირდებიან და შესაბამისად უჭირთ ამ მდგომარეობაში შესვლა, მოდუნება და გადასვლა ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში. დანარჩენი და მწვავე ფსიქოზის დროს. დანარჩენი არ არსებობს უკუჩვენება, არ არსებობს რაღაცა, რომ აი ამ ადამიანისთვის არ შეიძლება. ყველასთვის მომზადებულია თუ არ არის მომზადებული. შეიძლება ადამიანის ცხოვრებაში ერთხელაც კი არ კონდეს მედიტაცია გაკეთებული გამოცდილებაში, მაგრამ ისეთი გამოცდილება მიიღოს, რომ იმას, ვისაც მთელი ცხოვრება ნამუშევარი აქვს და უამრავი პრაქტიკა აქვს გავლილი, შეიძლება უფრო გაუჭირდეს გავლა ამ მდგომარეობის. ეხლა მე მაქვს ესეთი კითხვა რა. შენგან რო წავედი მოდი ჯერ მაყურებელს ისიც განვუმარტოთ, რომ აქ რომ მოდის უბრალოდ ესე არ დაწვება და უბრალოდ ეგრევე ჰიპნოზი არ ხდება რა. წინ უძღვის ძალიან ვრცელი ინტერვიუ შენთან, რაც ჩემთვის პირადად რეგრესზე მეტი იყო, ჩემთვის პირადად მართლა და გულწრფელად ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღემდე მახსოვს შენი ის რჩევები რაღაც დეტალებზე და გავითვალისწინე. შვენიერია. ეხლა როგორი ის მაქვს ნახე? ადამიანებს, რამოდენიმე ადამიანებს რომ მოვუყევი, მეთქი მე ჩემი წინა ცხოვრებები გავიარე რა. რამოდენიმე ესეთი აი კონტრ კითხვა დამისვა, რომ იქ რო რამე ისეთი ძალიან ცუდი გენახა, რომ აი ვერ გადაგეხარშა რა, იმ მომენტში ვერ გადაგეხარშა. მე ესეთი პასუხი მქონდა, რომ ჩემი უზენაესი მე, ანუ ჯერ იმის სახსნართული იყო, ჩემი უზენაესი მე ვინ ვარ, მაგრამ როცა უხსნედი, ისეთ ინფორმაციას არ მომაწვდის, რომ ეხლა ამ ცხოვრებაში ვერ გადავხარშო რა. და აი შენგან მაინტერესებს, შეიძლება რომ ჰიპნოზის დროს აი ამ ბეტა მდგომარეობა რა ქვია მაგას. თეტა მდგომარეობა. ხო, თეტა აი ჰიპნოზის დროს აი ამ თეტა მდგომარეობაში. ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში შეგვიძლია. ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში რამე ისეთი სირთულეს გადავაწყდეთ, ან თუ ქონია პირად პრაქტიკაში, რომ
მე ამ ადამიანს დაუტოვა რაღაცა შიშები ან რაღაც მაგდაგვარი რა. კივნეული გამოცდილებებით აქვთ ადამიანებს, მე მქონდა მაგალითად რომ მომკლეს. კი ბატონო, იყო მაგრამ მტკივნეული არ იყო ისეთი. შეიძლება ფიზიკურადაც მტკივნეული იყოს და უბრალოდ აქ ვიტყვი რომ ადამიანს გარდა იმისა რომ ამას ხედავს, ფიზიკურად გრძნობს და ემოციურადაც განიცდის, რადგან ეს არის მისი გამოცდილება და იხსენებს და თავიდან ატარებს და ეს არის მკურნალი ზუსტადაც რომ აი რაღაცას თავიდან იხსენებს და ეს მე ეხმარება. უზენაესი მე როგორც შენ უთხარი და სწორი პასუხია ეს რომ არასდროს იმდენს არ მოგცემს და არ მოგიმზადებს რისთვისაც შენ არ ხარ მზად. თუ მოვიდა მტკივნეული გამოცდილება ეს უკვე ნიშნავს რომ შენ მზად ხარ ამის გასააზრებლად და თვითონ ეს მეთოდი იმასაც გულისხმობს, აი ლაშამ შენ როგორც თქვი, რომ მანამდე არის ძალიან დიდი საუბარი ვრცელი ამ ადამიანთან, თავის ცხოვრებაზე, ბავშვობის ტრავმებზე, თუნდაც რაღაცა გაუგებრობებზე, სირთულეებზე ზოგადად, მერე არის სეანსი და აი სეანსის მერე ჩვენ ისევ ვხედავთ, ჯერ თავისთავად სეანსის დროსაც QHHT არის ძალიან ეკოლოგიური და ჩვენ ძალიან ესეთი ძლიერი ეთიკის კოდექსი გვაქვს, ამიტომ სეანსზე მოსული ადამიანი ძალიან დაცულია და გარდა იმისა, იმასაც ვიტყვი, რომ მე ფსიქოთერაპევტი ვარ თვითონ განათლებით, მე არა ვარ უბრალოდ რეგრესოლოგი, ამიტომ იმ რაღაცების დამუშავება თუ ვთქვათ და იმ მომენტში არ გაცნობიერდა, შემდეგ ხდება ამაზე საუბარის მუშაობა. ანუ QHHT-ის სეანსიდან არავინ არ მიდის ისე, რომ რამე დარჩეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რაღაცა მტკივნეულად, დაჩაგრულად, არა, ეს არ ხდება. ამისთვის არის ყველაფერი უნდა მოგვარდეს 10 საათი შეიძლება, ამიტომაც გაგრძელდეს და ის ადამიანი წყნარად შვიდად წავიდეს. თუმცა სეანსი არ არის დაიწყო და დამთავრდა. ანუ ეს არის პროცესი, რომელიც სეანსის დროს იწყება და მე გრძელდება თერაპიის დროსაც, ხო? თერაპიის დროსაც, ჩვეულებრივი თერაპიის დროს, ფსიქოთერაპიის დროს რაღაცები მუშავდება და მე შეიძლება 1 კვირა, 2 კვირა ამოდიოდეს რაღაცები. რეგრესიც ესეა. მე სულ მიდის ამაზე რაღაცა მუშაობა, თვითონ უკვე რეგრესანტის საქმეა ეგ. შეიძლება ძალიან დილეტანტური კითხვა არის, მაგრამ რამდენ ხანში ერთხელ შეიძლება რომ გაიგეთო ის სიტყვაზე ძალიან მოგეწონა და როგორც ლაშა, ეხლა მეორედ მოდის, როდის იყავი? მე ვიყავი 7 თვის. ხო, აი რამდენ ხანში ერთხელ შეიძლება რომ ამ პროცესებს შეეხო? ეს ხო რაღაცა ისეთი არ არის რა. ინდივიდუალურია ჩემი აზრით. ერთი რომ ინდივიდუალურია, თუმცა ჩვენ რეგრესოლოგები ვთვლით რომ მინიმუმი არის 6 თვე. ეს არის ძალიან ინტენსიური გამოცდილება. ხო, აი მაგით უკითხულობ, როგორც ჩანს ძალიან ინტენსიურია და შეიძლება ასევე ბევრი ინფორმაცია მოდის ხშირ შემთხვევაში, რომელსაც სჭირდება დრო, ეს უნდა გაცნობიერდეს, მერე ასიმილირდეს და მერე უკვე როცა დაალაგდება ყველაფერი და თავის საქმეს გააკეთებს, მერე შეუძლია ადამიანს დაბრუნდეს. თუმცა თუ აღმოჩნდა გამონაკლისებიც არის. თუ აღმოჩნდა რომ შევეხეთ რაღაცა ისეც მაგალითად დოლორეს კენონს ხშირად ჰქონდა ხოლმე ჩვენს მასწავლებელს და კონკრეტული მეთოდის ფუძემდებელს წიგნი აქვს მაგალითად ISO-ზე და SL-ებზე, როცა ის გადააწყდა ვთქვათ ISO-ს მასწავლებელს ან ადამიანებს, რომლებიც იმ ეპოქაში ცხოვრობდნენ, ან რაღაცა ატლანტიდის დროს ხდებოდა და ასეთ შემთხვევებში, როცა კვლევითი სახე აქვს უკვე, ხო? არიან რეგრესოლოგები, რომლებიც უფრო მკვლევარები არიან. ესეთ შემთხვევაში თუ აღმოჩნდა, რომ რაღაცა იქ საკვლევია, შეიძლება ხშირადაც შედიოდეს ადამიანი, რომ იქიდან გამოიტანონ ინფორმაცია ისტორიულ მოვლენაზე. ეს სხვა შემთხვევაა. და თუ მხოლოდ თავისთვის უნდა ადამიანს, მაშინ 6 თვე კარგივა და ან ვიღაც შეიძლება ერთხელ მოვიდეს და მისთვის იყოს ცხოვრებაში ეს საკმარისი. როგორ იღებს ადამიანი ინფორმაციას, აი როგორ მიუწვდება ხელი ესეთი ტიპის ინფორმაციაზე, აი რას გადის? რას განიცდის, ხო? ხო, ძალიან ესეთი კარგი სამართებული კითხვაა. როგორ იღებს ინფორმაციას? სულ სხვადასხვანაირად. არ არსებობს ერთი გზა, როგორც ადამიანი ამას იღებს. ანუ ვიღაცა ამ ინფორმაციას აღიქვამს როგორც ფილმს. ხო, აი როგორც სიზმარს ფილმს ესე აღიქვამს. ვიღაცა ფოტო კადრებად
მოდის ინფორმაცია. ვიღაც სილუეტებს ხედავს. ვიღაცას ხმაც ესმის, გემოც, შეხებაც, სუნიც, ყველაფერი ჩართული აქვს. ანუ ეს დამოკიდებულია იმაზე ამ მომენტისთვის ადამიანს რომელი არხი აქვს უფრო აქტიური. ხო. თუმცა სეანსის დროს შეიძლება სულ სხვადასხვანაირად რაღაცა მოგონება მოდიოდეს აი ესე, რაღაცა ხმით მოდიოდეს, რაღაცა უბრალოდ ცოდნით, რომ აი ახლა ესე ხდება, მე აქა ვარ, ესეთი ვარ და ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორ იღებს ადამიანი ინფორმაციას. აქედანაც ჩამოვთვალე, არც ერთი არ ნიშნავს, რომ რომელიღაცა უკეთესია, რომელიღაცა უარესია, გამომდის არა. მნიშვნელოვანია ინფორმაცია მოვიდეს და როგორ გამოვიტან მე ამას, როგორ აღვიქვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ მაგალითად მოვიპოვე ინფორმაცია რა ვიყავი წინა ცხოვრებაში, როგორი ნიჭები მქონდა მაგალითად ან რა გზა გავიარე წინა ცხოვრებებში. ეს ინფორმაცია აი ამ ცხოვრებაში აქ და ამჟამად რამეში მეხმარება, ანუ როგორ გადმოდის, აი როგორ ვაკეთებ ამ ყველაფრის ტრანსფერს. ან შემიძლია თუ არა რამე ისეთი ნიჭი წამოვიღო, რაც მაგალითად თურმე მქონია და არ მწოდნია, ან აი ესეთი რაღაცები თუ ხდება, რომ ადამიანმა მიაგნო რაღაცა თავის მისიას, ან რაღაცა ნიჭს, ან არ ვიცი რა, რამეს. კი ბატონო. რამაც შეცვალა მისი ცხოვრება აი ამ მატრიცაში. ძალიან ბევრი რამეა ისეთი რეგრესიის სეანსებიდან, რაც ცვლის ადამიანის ცხოვრებას. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ალბათ ყველა ადამიანს აქვს, ეს არის სიკვდილის შიში. და ძალიან ხშირია, შეიძლება ვთქვათ, 99% რეგრესანტებისა გადის წინა ინკარნაციაში საკუთარ გარდაცვალებას და იქიდან დაბრუნებული გამოსული ადამიანი უკვე ხვდება და იცის როგორ მიმდინარეობს გარდაცვალების პროცესი და რომ ეს არ არის საშიში, არ არის რაღაცა ესეთი ტანჯვა, ну სხვადასხვანაირია, მაგრამ ძირითადად ხო და ეხა როგორია თუ ადამიანი დაამარცხებს სიკვდილის შიშს? შეუძლია როგორ დატკბეს იცვლება მისი ცხოვრება? ყველა როგორი მომენტი. თავისუფალია ის და თუ ამარცხებს მარტო თავის თავზე, ხო არ ამარცხებს, არა ახლობელ ადამიანებს, ანუ მისი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი იცვლება. ეს რო ავიღოთ, თქვათ, შიშის, სიკვდილის შიშის თემა. რო ავიღოთ ნიჭები, ვთქვათ, ხო? თუ ჩემს სულს აქვს გამოცდილებაში, რაც სავარაუდოდ იქნება ასე, სხვადასხვა პროფესიები, ვთქვათ, ხო? სხვადასხვა ცოდნები, თუ ჩემი დიდი მე ჩათვლის საჭიროდ, რომ მე ეხლა ეს მჭირდება და მე ამას აუცილებლად კეთილდღეობისთვის ადამიანების მოვახმარ და არა მაქვს რაღაცა სხვა ფიქრები და სურვილები, დიდი შანსია, რომ მე ეს ნიჭი გავააქტიურო, თუ მე ამის უფლება მაქვს. ეს ერთი. ორი უკვე აღარ, ერთი აღარ. კი, გარდა ამისა, რა შეიძლება კიდე დამეხმაროს, ხო? თუ მე ამ ცხოვრებაში მაქვს რაღაცა კონკრეტული სირთულე. არ გამომდის ურთიერთობები. პირადი ურთიერთობები არ გამომდის. ან ფინანსურად არ გამომდის, ავაწყო ჩემი ცხოვრება. და ყველაფერს ვაკეთებ, ფსიქოთერაპიაზეც დავდივარ და აქაც ვეძებ მიზეზებს, რა მოხდა, როგორ მოხდა, მაგრამ არაფერი არ იცვლება. არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ რომელიღაცა წინა ცხოვრებაში მე იქ მაქვს რაღაცა დაუსრულებელი, გაუცნობიერებელი რაღაცა მოხდა. და იქ არ დასრულდა და ეს გადმომყვა მე ახლა ამ ცხოვრებაში. თუ მე გავიხსენებ რა იყო ეს კონკრეტულად და მივხვდები რომ ეს ამ ცხოვრებას საერთოდ არ ეკუთვნის. ახაც ლაგდება ყველაფერი. კი, სეანსის დროს ეს გაცნობიერება ხდება და მე გამოვდივარ სეანსიდან და უკვე ვიცი რომ აქ არაფერ შუაში არ არის ეს სირთულე და ჩემი ცხოვრება იცვლება. ან შეიძლება რაღაცა ფიცი მაქვს მე წინა ცხოვრებაში დადებული, რომელიც ასევე ჯერ კიდევ მუშაობს და მე აქ მიშლის ხელს. ანუ ამის შეცვლა შემიძლია? კი, სეანსის დროს შესაძლებელია შენივე უზენაეს მესთან შეთანხმებით ამისი დასრულება. მე რა მახსოვს, ანუ იქიდან წინა ცხოვრებებიდან არაფერი ნიჭი ესე არ წამომიღია, მაგრამ ზუსტად ვიცი აქ რა ნიჭიც მაქვს, რომელიც ცხოვრებიდან მაქვს. აი ეს რომ ვიძახი კიდევაც, რომ აი ჩინელისგან მაქვს ეს რაღაც სიმშვიდე, იტალიელისგან მაქვს რაღაც მოგზაურობის, ანუ ხეტიალის წყურვილი და ასე. მარტო ადამიანები ხო არ გავიარე, ცხოველების გავიარე, არწივისგან მაქვს.
ვიღაცას მაგრად ეცინება. არწივისგან მაქვს მაგალითად ადრენალინის ძალიან დიდი გზნობა, მაგას ვიძახი რა. დათვისგან მქონდა, დედობრივი სიყვარული, შვილების სიყვარული მქონდა და კიდე მახსოვს ცხენისგან მქონდა ბუნების სიყვარული. რა დავდიოდი, ბალახს არ ვადგავ თქო ფეხს, ისე მიყვარს ბუნება თქო რა და აი ეგეც არის, მაგას აცნობიერებ, რომელიც ხოვრებიდან რა გაქვს გადმოღებული რა და ანუ ნიჭით შეგიძლია კი, ეხლა ლაშა რასაც ამბობს, ხო, როცა შენ თავს აცნობიერებ რომელიღაცა ცხოველად, ფრინველად და ამ ცხოვრებაში არა გაქვს სიყვარული, არც ბუნების, არაფრის. თუ შენ თვითონ უკვე გაატარებ შენში და იცი ეს რა შეგრძნებები და ემოციებია, რანაირად შეიძლება მერე შენ აქ უკვე ამ ცნობიერებით არ შეგეცვალოს დამოკიდებულება ბუნების მიმართ, ცხოველების მიმართ. ანუ საოცარი გამოცდილება. ყველაფერი გახსოვს ჩვეულებრივ, ხო? ანუ არ ხარ ისეთ მდგომარეობაში. არა, ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. ყველაფერი ესეც ინდივიდუალურია. გააჩნია, არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება უმეტესი ნაწილი ახსოვდეს, ვიღაცას უფრო ცოტა ახსოვს და მეტი არ ახსოვს, ესე ვერ იტყვი. მაგრამ უმეტესი ნაწილი ახსოვთ ადამიანებს, იმიტომ რომ რეგრესიის დროს, QHHD-ის დროს არ ხდება ისე, რომ ადამიანი კარგავს აღქმას სად არის. ანუ აქ ხდება ცნობიერების ფრაგმენტაცია და საოცარი ის არის, რომ შენ ერთდროულად აღიქვამ, რომ აქ ხარ დივანზე, წევ ხარ, თვალები დახუჭული და ამავდროულად შეიძლება ხარ მე-15 საუკუნეში სადღაც დიდებულების წვეულებაზე და იქაც ხარ. და შენ ხვდები, რომ ორივეგან ხარ. და ეს ძალიან უცნაური აღქმაა ხოლმე, ცოტა დამაბნეველი. ну ხანდახან ისიც ხდება, რომ არ ახსოვს ადამიანს იმ მომენტში იქ რო იყო დაკარგა ეს მომენტი. მაგრამ ძალიან ინდივიდუალურია. და მე ჩანაწერებს რო უსმენენ, უკვე იხსენებენ. ხო, ეს იწერება ხო მთლიანი ჩანაწერიც ერთ-ერთი კარგი ალაშამ რო ახსენა, არის ამ სეანსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, იმიტომ რომ როცა უსმენს თავიდან ადამიანი ჯერ ერთი რაღაცები არ ახსოვს, კი, პერიოდულად უნდა უსმინო. და მეორეც ესეც ძალიან მკურნალია, იმიტომ რომ ყოველი ახალი მოსმენისას ახალი გაცნობიერება გამოდის, რაც შეგამოტოვე ხო, იმ მომენტში. და ასევე მე წეგან თქვი, რომ ამ სეანს აქვს ყველაზე სრულყოფილი შემადგენლობა. იმიტომ რომ სხვა სეანსებისგან განსხვავებით თუ იქ ადამიანს აქვს საშუალება რომ გაიხსენოს წინა ცხოვრებები და გადავიდეს სულის მხარეს, ამ სეანსში არის დაბატებული შენს დიდ ნაწილთან კონტაქტის აღდგენა, ასე ვთქვათ, რომელიც მერეც შეგიძლია უკვე ყოფით ცხოვრებაში შენ გამოიყენო უკვე რეგრესოლოგის დახმარების გარეშე და განკურნების, აი კვანტური განკურნების, რატო ქვია ტექნიკა. განკურნების ნაწილი, რომელიც ასევე შენი უზენაესი მეს საშუალებით, შენივე ენერგიით ხდება ეს განკურნება. და აქაც სასწაულები ხდება. ჩვენთვის არ არის სასწაულები რეგრესოლოგებისთვის, მაგრამ ადამიანი, რომელიც მოდის შეიძლება სიმსივნით, შეიძლება ასთმით, შეიძლება რაღაცა ფიზიკური ნაკლით, დგება და მიდის ამის გარეშე. ну ცოტა დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ამისი ბევრი შემთხვევები და кейსები გვაქვს ჩვენ. არ ვიცი ეს შეიძლება ვთქვა თუ არა, მაგრამ რამე შეიძლება იმას სულის მდგომარეობებს რო შევეხოთ. მაგალითად? აი შენ პირადად უქონია ეგეთი რაღაც, ანუ აი მაგალითად რომ გარდავიცვალე რა, იქ რომ მომკლეს, ხო გადადიხარ სულის მდგომარეობაში რა და იქ ენერგიებს ხედავ რა, მე ვახსენებ კიდევაც რომ აი ხლა რომელიღაცა იმან ანგელოზმა ჩამიარა თქო რა გვერდზე. და იქ ენერგიებს ხედავ, სულის ენერგიებს, შენს ნაცნობ სულებს ხედავ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეგ როგორ არის? ანუ შეიძლება იქიდან ანუ სულის მდგომარეობიდან რამე ისეთი წამოიღო, ანუ აი აქ დაგეხმაროს? თუ ეგეც უზენაესი მეს თემაა რა. სულის მდგომარეობიდან შენ შეგიძლია დამოკიდებულება, შეცვლილი დამოკიდებულებით წამოხვიდე ისევ და ისევ შენ უკვე იცი გარდაცვალების მერე რა გელოდება, როგორია იქ რა ხდება, როგორ კონტაქტობენ, თქვათ, სულები ერთმანეთთან, როგორი აღქმა აქვთ, იქ როგორი ცხოვრება, რა ისწავლება იქ, როგორი იერარქია. ასევე მე დავამატებ, რომ ამ სეანსის საშუალებით ასევე არის ხელმისაწვდომი
ფარველ ანგელოზებთან შეხვედრა. აი, ზუსტად. შესაძლებელია, მენტალურ დონეზე უკვე გარდაცვლილ ადამიანებთან შეხვედრა, რაც ძალიან მკურნალია ხოლმე. იმიტომ რომ ადამიანებს გვახასიათებს სანამ ცოცხლები გვყავს საყვარელი ადამიანები, შეიძლება რაღაცა ბრაზი გვაქვს, წყენა გვაქვს, რაღაცა არ ვუთხარით, ვერ ვუთხარით და მე ამას ვნანობთ. და შეიძლება ამ სინანულში, ამ უმძიმეს განცდაში ვიყოთ მთელი ცხოვრება, წლები და აქ შესაძლებელია მენტალურ დონეზე იმ ადამიანთან უკვე სულის მდგომარეობაში, სულის სულს შეხვედრა და ამოთქმა და განთავისუფლება იმ რაღაცეებისგან, რაც შენ აქ მატერიალურ სამყაროში ვერ მოახერხებ და ესეც ძალიან მკურნალია. ასევე შენ სულიერ მენტორთან შეგიძლია, რომელიც იქ შენი გიდია და შენი მასწავლებელია შეხვედრა. არ ვიცი, ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს. ანუ ამოუწურავია და ყველა სეანსი არის უნიკალური. არასდროს არც ერთი სეანსი არაფრით ერთმანეთს არ გავს და ეს არის ყოველთვის თავგადასავალი. საბოლოო ჯამში რეგრესი რომ მოკლედ შევაჯამო და ჩემი შთაბეჭდილება გაგიზიაროთ, მე მიჭირს დაჯერება იმისი რომ არსებობს რეინკარნაცია, ანუ ჩვენ ადამიანები მოვდივართ რამდენჯერმე ამ ქვეყნად სხვადასხვა სხეულებში, თუმცა ამაზრის არსებობის ჯერა სადღაც ვუშვებ, მაგრამ აი ვერ ვეხები და ბოლომდე ვერ ვწუდები ამის შინაარს. ამიტომაც მირჩევნია ცხოვრების ამ ეტაპზე ისე შევხედო რაღაცებს, რასაც ვხსნი და რისი გაგების უნარიც მე შემწევს. და რეგრესული თერაპია ჩემთვის არის საოცარი ინსტრუმენტი საკუთარ ქვეცნობიერთან მუშაობის. ისეთი სიღრმეებიდან ამოდის მართლა რაღაც ინფორმაცია, რომელსაც ვერ ხედავ ან არ უკავშირდები შენ თავს ესე ღრმად ჩვეულებრივ ქაოტურ, ასე ვთქვათ, ცხოვრებაში და რაღაცნაირად საკუთარ თავთან მარტო დარჩენის ძალიან სიღრმეებში ჩასვლის საუკეთესო პლატფორმა არის, როგორც ინსტრუმენტი, იმიტომ რომ მართლა არ წყდება იქ და იმჟამად ეს პროცესი, რომ მოდიხარ, მე კიდე გრძელდება ძალიან დიდი ხანი, უკვე რაღაც პერიოდი გავიდა რეგრესის შემდეგ და ისეთი სიზმრების სახით მაგალითად მოდის ინფორმაცია, რასაც ესე თურმე საკუთარ თავს არ უტყდები ან ვერ ხედავ ან არ აქცევ ყურადღებას და სადღაც ტენი. ამიტომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ან ფსიქოთერაპიაზე დადიხართ, ან ვთქვათ, გაქვთ რაღაც სხვადასხვა თვითშემეცნების სხვადასხვა პრაქტიკების გამოცდილება, ძალიან ინტენსიური პრაქტიკა არის რეგრესული თერაპია და ყველა ის დეტალი, რომელიც შეიძლება რომ საკუთარ თავში გაინტერესებდეთ, შესაძლებელია რომ სწორედ რეგრესული თერაპიის დროს განიცადოთ. ამიტომ ცდად ნამდვილად ღირს კი არა, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პრაქტიკაა, სიღრმისეული, ინტენსიური, ძლიერი და ტრანსფორმაციულიც, იმიტომ რომ მართლა ვგრძნობ ამ ცვლილებების შედეგებს ეხლაც ამ მომენტშიც. ხო, ზოგადად ეს რეგრესი ჩემთვის მეორე იყო, მაგრამ განსხვავებული გამოცდილება იყო. პირველი სულ სხვანაირი იყო, ჩემი აზრით უფრო ძლიერი იყო პირველი, მაგრამ მეორეში უფრო საინტერესო მესიჯები იყო. რასაც ეხლა ვხვდები რა, იქიდან გამოსვლის შემდეგ უკვე ერთი კვირა გავიდა თითქმის და ნელ-ნელა მოდის ეს ცნობიერებაში რაღაცეები ამოტივტივდა. რეგრესზე ზოგადად ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის ისეთი, რომელიც მე უნდა გადაამუშავო და გააცნობიერო. ამიტომაც მე მგონია, რომ ყველა ადამიანი, ვინც მივა რეგრესზე, მზად უნდა იყოს ამ ყველაფრისთვის. ხო, და ბოლოს ანუკის უნდა რა უღმესი მადლობა. იმიტომ რომ დიდი ძალისხმევა ჩადო, ანუ ერთი რეგრესის ჩატარებას ძალიან დიდი ენერგია ჭირდება. და გთხოვთ რომ გამოიწეროთ რეგრესოლოგი G და ჩვენი არხიც. ეგ არის რა.